მოგესალმებით ჩემო გამომწერებო, ვიმყოფებით სევილიაში, რომელიც, რავი, ფაქტიურად არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ჩემს გოგასაც მივესალმები, აქედან ძალიან მაკლი ხარ, ჩემო გოგა, მაგრამ არა უშავს, მე ჯერა შენს კარგ ნადირობას ესწრები. მოკლედ, ჩემო ტკბილო მეგობრებო, ვინაიდან ეს ქალაქი ძალიან ლამაზია, ძალიან შთამბეჭდავი არის, მე ვეცდები თქვენთან ერთად დავათვალიერო ეს ქალაქი და იმედია ყველას ერთად მოგვეწონება. ამავდროულად შევივლით ჩვენს ქართველ სპორტსმენებთან, ვინც ძალიან მაგარ წარმატებებს გვაჩვენებს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ესეთი ძალიან საინტერესო ძაღლი ვიხილეთ, წევარი, ჩვენთან საქართველოში არ არის გავრცელებული, სამაგიეროდ აქ რამოდენიმე ადამიანზე უკვე შევამჩნევ. მეგობრებო, მოვედი სევილიის საკათედრო ტაძართან, მინდოდა მეჩვენებინა ახლობლად ეს ტაძარი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, ხვდებით რატომაც დღესასწაულიან ხალხს და ახლოს მისვლა ფაქტიურად შეუძლებელი არის. ესეც სანტელმოს სასახლე. საინტერესო შენობაა ესეც. სასახლის მთავარი შესასვლელი ითვლება ბაროკოს არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. სახელი სანტელმო მომდინარეობს მეზღვაურთა მფარველი წმინდანისაგან. შემოვედი მეგობრებო დეკატლონში და მონადირის სექცია არის ეგეთი, რომელსაც ეხლა დაგათვალიერებინებთ. აქ არის სოლონიაკის ფირმა წარმოდგენილი და როგორი ფასები აქვს ნახოთ ერთად. ეს კურტკა თქვენ იცით, მე რომაც ვიახომე, ღირს 69 ევროს და 99 ცენტი, ნუ ჩათვალეთ 70 ევროიანია. ეს შარვალი 54-55 евро ღირს ფაქტიურად. საკმაოდ კარგი შარვალი არის. და ასევე აქ არის კიდევ აი ესეთი ქუდი. ჩემთვის ვიყიდე, ეს ღირს 25 евро. 24 და რაღაცა რა, მოკლედ. ფასები დაახლოებით რო იცოდეთ, მომეწონა კიდევ აი ეს პერანგი, რომლის ფასიც არის 25 евро, 24 და რაღაცა. მოკლედ რო ვთქვათ, რომ არჩევანი დიდი არის. არა, მაგრამ რაც არის ძალიან კარგი ვარიანტებია. კამუფლირებულები. ესეთი ლამაზი საროჭკებია. შემომხედე? მოგწონს? დაატრიალდი? მეუბნები და ორი მარინა გავიშტებით, მეც რო ჩავიცვა რა. ხო, ბიჭო, მე მგონი კაი იქნება. თქვენ რა სიტყვით? შვენიერია და. აქვე არის ესეთი თერმული მოწყობილობა, რომლის ფასიც არის 1259 евро. შედარებით უფრო დაბალ ფასში არის აი ეს მოწყობილობა და აქვე იყიდება ვაზნები, რომლის ფასიც არის მაგალითად 9 евро. რიო, კაზა, აი კიდე ეგეთი 8 ევროთ. აი ესეთი ფასებია. შეგიძლიათ გადაათვალიეროთ ჩემთან ერთად. არის აი ესეთი ცალი ტყვიები 11 евро. კოლიმატორი. ეს არის ბუშნელის 160 ევროთ და ეს არის სოლონიაკის 60 ევროდ. აქვე არის კიდე ფანრები, რაციები, ხაფანგი, ვიდეო ხაფანგი.
შემოვედით ადგილობრივ რესტორანში, ძალიან მომხშირდა. პარალელურად გავეცოდით რა ფასები აქვთ. ფასები საკმაოდ ნორმალურია. არ არის ძვირი და მე ავირჩევ ალბათ უფრო თევზეულს. თევზეულიდან გაგიმარჯოს, შემოგევლე მე შენ. აქაურ ღვინოს მივიღებ. ნახოთ როგორია. აბა მეერთე. შენ საჭესთან შენ ვერ დავე. კარგი. შენ ხო შეჭამ? შენ შეჭამ. მაინტერესებს მე თქვენ რა შეუკვეთავ და რა ფასები ეკნება ძალიან მაინტერესებს. მე მგონია რომ თითო ჭიქა უნდა გასინჯოთ რა. ხო? ძალიან გემრიელი ღვინოა მართლა. კაი, გავითვალისწინებ. ზეგაროთხი შენ იაფი და ყველაზე ძვირიო ველოდებოდეს, რომ გადავშალეთ, მოდი ყველაზე ძვირი მეთქი და მაქსიმუმ ეს რო ჩავყევი და ყველგან 15-14 რაღაც ძალიან იაფი. 15 ევროზე მეტი არც ერთი არ. 21 euро არის აი აგერ რაღაცა, მაგრამ ნუ მაგით არ ვინტერესდები, თევზეულში უნდა ავიღო სალმონი. სალმონი როგორ არის? კალმახი, ხო? ასა, ორაგული არის. სალმონი და აი ღირს 15, ნუ 16 евро რა ყველაზე მეტი. 16 ევროში იდეაში, რა ვიცი, სად შეჭამ ჩვენთან. ჩვენ ფასთან შედარებით მაინც იაფია გინდლაში. კი, რომ გადაახურდაო. ხო, დაკონვერტირებას ვეძახი. და გუშინ გამაოცა იმან კარფურის ფასები. კარფურის ფასებითაც კი მოგიჯო. ყველაფერს კიდევ მოგვიდა. კარგი, მოკლედ ახლა მივირთმევ და გეტყვით როგორი იყო ეს ყველაფერი. აი ესეთი საინტერესო კერძი მოგვიტანეს. ნუ ეს პრობლემები ქათმის სტრიპსები თუ რა ქვია, სტრიპსები. ამას რა ქვია უნდა მოგვიტანეს? ბურატა. და დიდი ეჭვი გვაქვს რომ გებჟალია საგავს აი ახლა ვეგეთქვი. ხო, მოკლედ მენიუ შეგვიცვალეს ადგილობრივებმა გვითას რომ გებჟალიასავით კერძს შემოგთავაზებთო რა და რა ვიცი ნახოთ ახლა დამაგებუნებთ კიდევ ველოდებით მოიტანენ რაღაცა კერძს. გემრიელი. რა, მაგალითად გემრიელია. ძალიან გემრიელი. La paella. Eso es Where is the It's salt? good. It's good. Finish. finish. Yes. ამაში ხო გვითხრა სალმონი Can I იქნება, take this მოგვაწეს. Oh, yes. Okay. არის ორაგული. კი, იგრძობა გემო. ხო, მოგაში მგავსინჯავ. ხო, ძმათა გითხრა. ძალიან ძაფია გემო. ხო, ძალიან ძაფი გემო. კაი, ვნახოთ. მოდი სუნით გეტყვით, რომ ბევრი არაფერი. კი. არა, ხო, მეც რაღაცა ვერ გავერთე. Thank you. მოკლედ ეს ის არ არის. დღისთვისაც კიდევ ერთხელ აქ მოვიდოდი რა. რბილად რომ ვთქვა. მოდი მაინც ორი ქაბაბი ავიღოთ. მეგობრებო, მოურჩით ჭამას და საერთო ანგარიში გამოგვივიდა 65 евро მოგრეთ. Thank you. სულაც არ არის ძვირი. მაგრამ გემრიელი რო ყოფილიყო, კიდევ უფრო გაასწორეთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მეტნაკლებად გემრიელი ჭამის შემდეგ დავათვალიეროთ ახლა ღამის ქალაქი. მერე კი შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო მსვლელობას. გასაოცარი მასშტაბის მოქმედება, მოძრაობა იგეგმება. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი სანახაობა გველის რა. არაფერი მაქვს სათქმელი, თოკო, ხმა კი გაქვს, მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს. იმის გარდა რომ შოკირებული ვარ. ძალიან სასიამოვნო საყურებელი არის რა და უჩვეულოა, რაც ყველაზე მთავარი არის რა, უჩვეულოა. მე მგონია რომ გოგა უნდა ვეძებოთ ამ ხალხში. სათხარ გოგა რა. გოგა შეხარ.
მუსიკაზე განსაკუთრებულად რაღაც მიკი ჩქარდება თითქოს რა და ემოციები სხვა ემოციებია მოდიში არც ყოფილი სიტყვები გულშემატკივრობთ მარტო მე კი არა და ჩვენი არხის მაყურებელი. არამედ დარწმუნებული ვარ მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ვინც იცის რომ აქ ახარ წამოსული. კი, ზოგადად ვისაც იარაღთან ურთიერთობა, ნადირობა, სროლა უყვარს, სპორტინგი, განსაკუთრებით კომპაქტ სპორტინგი მათთვის ძალიან საინტერესო მიმართულება უნდა იყოს. ჩვენ საქართველოში ახლა ყველა ცდილობს მათ შორის ფედერაციას და ბევრი დაინტერესებული ჯგუფი რომ აღნიშნულ სპორტის სახეობას მიეცეს საშუალება და შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რადგან უფრო მეტ სრულეს მიეცეს საშუალება რომ გამოავლინოს თავიანთი სპორტის შედეგობები. შარშან თუ არ ვწდები 200 ქულით ორი სპორტსმენი იყო, 200-დან 200 ქულით და 68 გადასროლა განხორციელდა. ანუ 268-მერვე აცდენა დაფიქსირდა. თუ არ ვწდები რა, მე გასაოცარი არის რა. კი. საინტერესო სანახაობა გველის. კი. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.
მეგობრებო, ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა ამ ქვეყანაში. დაანონსებული კი იყო, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში შევიკრიბებოდით. მაგრამ საინტერესო არის ჩვენი მაყურებლისთვის, რისთვის ვართ შეკრებილები, რომ იცოდეს. მოგესალმებით, ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ღირსშესანიშნაობის გასაშუქებლად ჩამოხვედით და ფართო საზოგადოება გაიგებს დღეს რატო ვართ აქ შეკრებილები და ამდენი ხალხი ესეთი ზეიმი რისთვის ხდება. ესე ვთქვათ, 30-ე ევროპის ჩემპიონატია კომპაქტ სპორტინგში. საქართველოდან 2 მსაჯი ვართ წარმოდგენილი, 570 მონაწილეა, 4 დღე იქნება შეჯიბრიხად რა. ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ამ ჩვენი პატარა ქვეყნიდან 2 მსაჯი არის წარმოდგენილი. მსაჯი 6 მსროლელი. 6 მსროლელი, ხო, მათ შორის რა. საერთაშორისო აღიარება როდის გერგოთ წილად. დიდი ხანია? შარშანცი. შარშანცი. 2 წელია. ხო, ძალიან მიხარია. ხახო კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას. პირველი შეჯიბრი არ არის, რაც საქართველოდან მსაჯები მსაჯობენ და იმედია მომავალშიც წარმოდგენილი იქნებით ხოლმე, კი. მაგრამ პირველი არის, როდესაც ჩემს არხზე დაფიქსირდა ეს ამბავი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია კასტელანი აწარმოებს აი ესეთ ლამაზ ტანის სამოსებს და ეს ყველაფერი ისევ სპორტსმენებისთვის. სპორტსმენების ინტერესს რომ დააკმაყოფილებს. აქვე გვაქვს ხელთათმანები, ფეხზე იარაღის დასაყრდნობები, სათვალეები და ასე შემდეგ. იარაღის საწმენდებიც არის და მათ შორის თოფის საწმენდი ირსახოცები. მოკლედ ძალიან საინტერესო არის აქაურობა რა. ისაც სპორტი გიყვართ, მოგზადით და ნახავთ. ყველაზე საინტერესო კიდევ ის არის, რომ კასტელანი იმდენად მაგარი ბრენდი არის, რომ აი ამ ხელა თავიანთი ტრანსპორტით არიან მოსულები. $275 for those ones. This here, it's This one 71, $275. 275. Yeah, this one is $265. This one is $500, Yep. and these are the new Vista X model. If you buy the two lens kits, it's $1,300. If you buy the 3 lens kits, it's $1,800. ფასები თქვენ ხვდებით, ისეთი ფასები არის, რომლებიც პირდაპირ აქცენტირებს ხარისხზე. გადავიდეთ და ვნახოთ შემდეგში კიდევ რა იქნება წარმოდგენილი გასაყიდად. ეს კი ბლეიზერის კუთხე არის, სადაც რა არის წარმოდგენილი, მე როგორც ხვდები, ტანსაცმელები არის. Here is a dress only. Only dress? Yeah? Yes, only dress. აჰა, მარტო ტანსაცმელები გვაქვს, აქეთ ხარესო. ბლეიზერის ხუდები და მაისურები, როგორც ჩანს. მაისურები სპორტსმენებისთვის. Here is only for shooter, yeah, not hunter. Yeah, in this moment is for shooters. Yeah, you can use it for hunting, but it's colorful. Thank you. ხო, ну, მოკლედ უფრო ძირითადად სპორტსმენებისთვის არის წარმოდგენილი. აქ ძალიან საინტერესო კიდევ კატალოგია, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის ნახვა შეიძლება, სადაც ნეტა ფასები თუ არის დატანილი. ალბათ ფასებიც იქნება. აქ თუ არა, ყოველ შემთხვევაში საიტზე შეიძლება შესვლა და იქ დათვალიერება ალბათ ფასების რა. აი ესეთი საინტერესო კუთხეა. როგორც თქვენ ხვდებით, მხოლოდ სროლელებისთვის არის, ასე რომ ვთქვათ, ჩვენთვის მონადირეებისთვის, ну, ნაკლებად საინტერესო არის. თუმცა, მარიან ჩვენ შორის მონადირეები, რომლებიც შვენივრად ნადირობენ კიდევაც, შვენივრად იწვრიან კიდევაც
და დაკავებულები არიან ზოგადად სპორტითაც, ასე რომ აქ არის მაგის საშუალება. ეს კუთხეა, სადაც გადის ტექნიკურ დათვალიერებას ტოფის როლების შემდეგ, რომ ყოველ შემთხვევაში რაიმე გამომართლებას ადგილი არ ჰქონდეს. შენი იარაღის სერვისი რა დაჭდა? 0. რატო? უფასოა? უფასოა. იმიტომ რომ ემსახურებიან თავიანთ მომხმარებლებს აქ. ვაუ, მაგარია. გაწმენდა, დასერვისება, დამატებითი ინფორმაციის მიღება, სიახლეების გაზიარება, ყველაფერი უფასოა. რაც იარაღთან ასოცირდება. უნებრივი აქსესუარების გარდა. ხო, თავისთავად მესმის. როგორც საინტერესოა რა. ტერიტორია უზარმაზარია, ფეხით გვიწევს გადაადგილება ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციამდე. საკმაოდ კაი დაშორება არის რა. და გვიწევს ფეხით გადაადგილება. ნაგანები გაგვეჩერებინეს თავშეყრის ადგილზე და მივდივართ ფეხით. ხიბლავს ერთი რამ, რომ როგორც მამაკაცები იღებენ მონაწილეობას, ასევე ზუსტად იღებენ ქალბატონებიც, გოგონები, რაც ძალიან მაგრად მახარებს რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ეს სპორტი სპოვებს აი ამისთან ამოწონებას. ამინდი გავიფუჭდა გაწვიმდა ხარისხიანად მიუხედავად ამისა, რა ვიცი, მსურველები მაინც აგრძელებენ. იმიტომაც ქვია სპორტს ნადირობასთან მიახლოებული, რომ არანაირი ამინდი იდეაში არ აჩერებს ამ სპორტს რა. ალბათ თქვენც ხედავთ, ხო? ეს კაკაბია. ეს კაკაბია და თან ყველაზე საინტერესო ის არის ხალხმა, რომ ამ სასროლებთან ძალიან ახლოსაა. ანუ იმდენად არის უკვე მიჩვეული ამ ხმებს, რომ აღარც უფრთხის. აშკარაა, რომ აქ არავინ არ ნადირობს კაკაბზე.
ლიცენზია მაქვს. იშვაში ცოტა ავიჯერე რა. რაღაცა პირველი რა ცილებები აკჭრა. ხო, ეგრევე მომენტალურად. ორი ავიჯერე რა. არა ბეავი ავიჯერე. არა ბეავი. ზუსტად გავაკეთე. ბეში ხარ ხო? გავაკეთე. ზუსტად შენ რა გითხრა. როგორც წესი, ამისთან ადგილებში, სადაც მცხოვრებლები იკრიბებიან, არის იმის საშუალება, რომ გემრიელად მივირთვათ კიდევაც რა, მაგალითად. ხამონი, ყველასათვის ცნობილი ხამონი. ასევე არსებობს კიდევ აი ესეთი კარგი საინტერესო რაღაცეები, კბილეულობა, ძეხვები, დიდი ალბათობით ეს ყველაფერი იქნება გემრიელი, მაგრამ აი დაფასუებული ხამონიც არის. მაგრამ მე ახლა ამის ხასიათზე არა ვარ ნამდვილად და ცოტა მსუბუქად მივირთმევთ მე და ჩემი მეგობარი. რას მივირთმევ? არ ვიცი ჯერ არის. ჯერ არის. წყალი გაიქნება ხო? მან რა არის? არაფერი არ ყოფილა. აქეთ არის ვიდეო. აი აქეთ არის ყველაფერი. What is it? Garbanzo con callo. Carpaccio? Please. Please. There, yeah. So the carpaccio. This is a fish? Salsavida. მოკლედ, ძალიან საინტერესო რაღაცებია. მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება კაცი კაი გემრიელად დანაყრდეს. შენ რა სიტყვი, ეს თევზი იქნება უეჭველი რა. ნახეთ თავისივე ჯამით არის გადასარევი. შვენიერი. Maybe this is a fish? Fish. Yeah, thanks. Can I take it? და ეხლა აქ გადავიხვრით ამ ყველაფერს. 15 euro, 50. 50 euro. Okay. 15 euro არის გადასახდელი. ბატონო კახი, მიხარია თქვენი წარმატება. რა მოხდა, მოდი ბარემ გითხარით. ეს არის ესპანეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა კომპაქტ სპორტინგში, 4 დღიანი ტურნირი იყო, დამღლელი მარათონი. ძალიან კარგი სტენდი, ძალიან კარგი შეჯიბრი და პრინციპში ძალიან კარგი შედეგები. 199-მა მოიგო. უბრალოდ 199-იანი შედეგია და გადასროლა ექნებათ პირველი ადგილისთვის. ჩვენი სპორტსმენებიც კარგად გამოვიდნენ. პრინციპში პირველი შემთხვევა ალბათ ესეთ დონის საერთაშორისო შეჯიბრზე ევროპა მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ყველაზე მაღალი შედეგი 190 დაფიქსირდა 203-მისდან 190, რომელიც იყო ჩემი შედეგი, მადლობა დიდი. გილოცავთ. გაიხარეთ. სარევი შედეგია. და მე მგონი, რა ვიცი, ქართული სპორტისთვის ეს ახალი ეტაპია, იმიტომ რომ 190 და ზემოთ უკვე ძალიან მაღალი შედეგია და სწორება უკვე ყველა ქართულმა სპორტსმენმა ამ შედეგის ზემოთ უნდა გააკეთოს და მე ძალიან მიხარია. ასეთი ამბით როგორ მოგეწონათ თვითონ ორგანიზების საკითხი. ძალიან კარგად იყო. სწორედ მუშაობდნენ, არ მუშაობდნენ, რამე პრეტენზიები ხო არ იყო? არავითარი უნიკალური და ძალიან მაგარი სტენდია, ერთ-ერთი საუკეთესო მე ვფიქრობ კომპაქტ სპორტინგის ევროპაში. მადლობა მათ სულ ყველას ორგანიზატორებს, FITASC-ს, საერთაშორისო ფედერაციას. სხვათა შორის ორი ქართველი მსაჯი მონაწილეობდა და ესეც მე მგონი ამ დონის შეჯიბრებაზე პირველი შემთხვევაა და მიულოცავ მათაც და რა ვიცი, სპორტსმენებიც 6 სპორტსმენი გამოდიოდა, ორი ქართველი მსაჯი იყო და მოკლედ ახალი ეტაპი იწყება კომპაქტ სპორტინგის და სპორტინგის განვითარებაში საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ წარმატებები გისურვებთ მომავალშიც. მადლობა. ტარას, მე როგორც გიყურებდი დასაწყისში გქონდა ძალიან კარგად აკრეფილი. შემდგომ შედარებით უფრო კლება იყო. რაშია საქმე? ჩავარდნების გარეშე არ გამოვიდა ამჯერად. ეს სპორტი მოითხოვს ძალიან დიდ დისციპლინას, რომელიც ამ შემთხვევაში მე ვერ გამოვიჩინე. მაგაში მე ცნობილი ვარ ზოგადად. თორე დისციპლინა რო დაგვეცვა და სპორტული ცხოვრებით უფრო რო გვეცხოვრა.
არც მე არ მექნებოდა ეს შედეგი, მაგრამ ჩემ კარიერაში ჩემთვის არის ყველაზე დიდი შედეგი 188. კახიმაც დადო საოცარი შედეგი 190. ჯერ არ ყოფილა ხო საქართველოში ეგეთი ამბავი? საქართველოში 190 არ ყოფილა 188 არა ვარ დარწმუნებული. შეიძლება 20 კონდეს გაკეთებული საერთაშორისო შეჯიბრებებზე. საქართველოში ბიჭებმა აჩიკომაც და ოთომაც დადის 190-ზე. 194 ქონდა მე მგონი აჩიკოს თუ 15 და 192 ოთო საკმაოდ მაგრად იზრდება ეს დონე და ძალიან მაგრა გვიხარია. მაგრამ აი ამ ჩვენა ვარ აქ ესპანეთში ძალიან მაგარი ქვეყანა აღმოჩნდა, ძალიან მაგარი ხალხი. ჩვენ საჯებს ულოცავ. აქ სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, 3 აკრედიტაცია მომიტანეს მე და გადმომცეს, რომ თქვენ საჯებს, ანუ ორ გიორგის და ქალბატონ კეთის. ქალბატონ კეთინო მაცებირიძეს უკვე ოფიციალურად შეუძლიათ საჯობა. ულოცავ აქამდე შეეძლო უბრალოდ ეხლა უკვე დოკუმენტებია. გერაცალე. ახალბედები, რა ვიცი, ოთო, ნოდარი, ბიჭებმა მაგრად ისროლეს და ძალიან სასიხარულოა, რეზულტატები მიდის წინ და ვითარდება ეს სპორტი საქართველოში. მადლობა. აბა. ძალიან კორინცი. სევილიის მონახულება კორიდის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. კორიდის ბრძოლის კადრებს ვერ გაჩვენებთ, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. მაგრამ დამიჯერეთ შთამბეჭდავი იყო. შემდეგ გადაცემაში შევხვდებით კორდობაში. წამოვიდა? დედალის ხმას დაუძახე, მართალი ხარ? მართლა წამოვიდა ბიჭო.